კაი გამარჯობა თქვენი, ფირალებსა და აბრაგებზე ვლაპარაკობთ დღეს. თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ ფირარ არის არაბული სიტყვა და გაქცეულს ნიშნავს. მე-17 საუკუნის ოსმალეთის არმიაში დეზერტირებს ასე უწოდებდნენ ფირარებს და სავარაუდოდ ტერმინი ოსმალეთიდან აჭარაში, აჭარიდან კიდე გურიაში შევიდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ვულკანივით ამოხეთქაო გურიაში ფირალობის ამბავმა, ამ მოძრაობამ და არსებობს ფირალების ორი ტალღა, ასე უწოდებენ. პირველი არის ამ დროის, ესე იგი იმპერიის წინააღმდეგ, გადასახადების წინააღმდეგ, ანექსიის წინააღმდეგ, სოციალ-პოლიტიკური კატაკლიზმების გამო მოხდა ფირალების წარმოშობა, მოძრაობის წარმოშობა. გაბრაზებულმა გლეხმა ეიღო ხელში იარაღი და გავარდა ტყეში. იბრძოდნენ პარტიზანულად და იბრძოდნენ თავისუფლებისათვის სისტემის წინააღმდეგ. მაშინ ჯერ კიდე იმპერიის წინააღმდეგ. მეორე ტალღა ეხება უკვე რევოლუციამდელ ფირალებს. რევოლუციას ხოთაშორის ძალიან დიდი იმედით შეხვდნენ ფირალები, მაგრამ რომ იხდნენ ვაის გევეყარეთ და ვის შევეყარეთო, მე უკვე საბჭოთა წყობილების წინააღმდეგაც დაიწყეს ბრძოლა. უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობა ფირალებს ფარველობდა, იცით ალბათ სხვადასხვა ნაწარმოებებიდან, გინახავთ მაგალითად ფილმი ხარება და გოგია. წაგიკითხავთ ან ფილმი გინახავთ დათა თუთაშხია. ასევე სხვადასხვა ნაწარმოები თუ ბევრი სიმღერა დაწერილა მათზე, სადაც კარგად ჩანს მოსახლეობის ფირალების და აბრაგების ურთიერთობა. გეცოდინებათ ალბათ სიმღერა სისონა არჩია, სიმღერა ბოღარა მამალაძეზე, სიმონა დოლიძე, ეგნატე ნინოშვილმა დაწერა სიმონა, თავად დათა თუთაშხიაც აბრაგზეა. აბრაგზე რაც უნდა ვთქვათ, არის რომ ტერმინი აბრაგი ნიშნავს განდევნილს, გვარიდან გარიყულს, ჯერ კიდე ჩამოყალიბდა გვაროვნული წესწყობილების რღვევის პროცესში, როცა მაგალითად განდევნიდნენ ვინმეს, გარიყავდნენ და დაეხეტებოდა მარტო აგი აბრაგი და ძირითადად ყაჩაღობით ირჩენდა თავს. კავკასიის ომების დროს აბრაგები პარტიზანულად ესხმოდნენ თავს რუსეთის არმიას და ნახევრად გასამხედროებულ დასახლებებს. ასე რომ აბრაგი იგივე ტერმინია, რაც გურიაში ფირალი, უბრალოდ იყო გავრცელებული სამეგრელოსა და აფხაზეთში. არსებობს ცეკვა აბრაგული სხვათა შორის და ფორმა, რასაც მოცეკვავები ან ცეკვის დროს ატარებენ, არის იგივე, რაც აბრაგებს ეწვათ. გურულ ფირალებზე თუ მეტი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ირაკლი მახარაძის შესანიშნავი წიგნი გურული ფირალები, სადაც უფრო ვრცლადაა აღწერილი მათ შესახებ.